ეს იყო ღალატი, მათ სურდათ არჩევნების მოპარვა, მათ სურდათ არჩევნების შედეგების გაყალბება. ამერიკაში დიდი სკანდალია. საქმე, რომელიც წლების უკან თითქოს სოლიდურად გამოიყურებოდა, სრული ფეიკი აღმოჩნდა. ტრამპის პრორუსობა წინასწარ დაგეგმილი სიყალბე. არადა წლები საქმიანი სახით იძიებდნენ. რეზონანსული განცხადებებიც გააკეთეს. ხმაურიან გადადგომებსაც მიაღწიეს. New York Times-ი და Washington Post-ი 2018 წელს. პულიცერის პრემიის ლაურეატებიც კი გახდნენ ნომინაციაში ეროვნული რეპორტაჟი. ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ გამოქვეყნებული 20 სტატიით. მთელი ეს ფეიქ ისტერია ტრამპის წინააღმდეგ გამოიყენეს, მაგრამ ყველაფერი ბლეფი აღმოჩნდა. არანაირი რუსული კვალი, ხელი ან ჩრდილი ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არ ყოფილა. დაზვერვის მონაცემები გააყალბეს. პროპაგანდა ფეიქ ამბებზე ააწყვეს. მტკიცებულებებს დაზვერვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი აქვეყნებს. გრიფით საიდუმლო მასალების გასაჯაროვების შემდეგ. ინფორმაცია, რომელსაც ვაქვეყნებთ, ნათლად გვაჩვენებს, რომ 2016 წელს უმაღლესი დონის ოფიციალური პირები ჩართულები იყვნენ ღალატის ტოლფას შეთქმულებაში. მათი მიზანი ამერიკელი ხალხის ნების შელახვა და პრეზიდენტისთვის ხალხის მიერ მიცემული მანდატის შესრულების შეფერხება იყო. ყველა პირის საქმე, რომელიც ამ შეთქმულებაში მონაწილეობდა, უნდა გამოიძიონ და გაასამართლონ ისინი, რათა ასეთი რამ აღარაცოდეს მოხდეს. ამერიკელი ხალხის რწმენა და ნდობა ჩვენი დემოკრატიული რესპუბლიკის მიმართ და შესაბამისად ჩვენი ერის მომავალი ამაზეა დამოკიდებული. ეს სკანდალური მხილება კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმას, რაც საქართველოში გაცილებით ადრე დაიწყება. ვინც Deep State-ისთვის მიუღებელია, მისგან მტრის ხატს ქმნიან, რუსეთის ინტერესებთან აკავშირებენ და პრორუსად აცხადებენ. ეს არის პოლიტიკური იარაღი Deep State-ისთვის მიუღებელი პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ. და ამ იარაღს საქართველოში ჯერ კიდევ 2011 წელს გამოცდიან და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაამოქმედებენ. ათვლის წერტილი 2011 წლის 7 ოქტომბერია. ამ დღეს ბიძინა ივანიშვილი აქვეყნებს წერილს. Deep State და მისი აგენტურა საქართველოში ამ წერილიდან იგებენ, რომ ის პოლიტიკაში მოსვლას და არჩევნების მოგებას გეკმავს. მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების ტოტალურმა მონოპოლიზებამ და ჩატარებულმა კონსტიტუციურმა ცვლილებებმა, რომელთა მიხედვითაც ნათლად ვლინდება სააკაშვილის სურვილი, ყველანაირი კონსტიტუციური ვადის ამოწურვის მიუხედავად შეინარჩუნოს ძალაუფლება და დარჩეს ხელისუფლების სათავეში, მიმაღებინა გადაწყვეტილება შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში. Deep State-ისთვის ეს სერიოზული გამოწვევა იქნება. მის გამოჩენას არცელოდნენ. დარწმუნებულები იყვნენ, რომ საქართველოში ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის. ქვეყანას ნაციონალური მოძრაობა მათი ინსტრუქციებით მართავს. ვნახოთ კონტექსტი. 2011 წელს ოპოზიცია მთლიანად განადგურებულია. ზოგი ნაცემია, ზოგი დაპატიმრებული, ზოგი ქვეყნიდან გაქცეული. ბიზნესი მთლიანად ტერორშია. კერძო საკუთრების უფლება მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მიმართ ლოიალურად განწყობილ პირებს აქვთ. მედიაში მხოლოდ სააკაშვილს აქებენ. ქუჩებში ახალგაზრდებს ცხრილავენ, ციხეებში პატიმრებს აწამებენ. ყველა შეშინებულია ან დაშინებული, დაშანტაჟებულია ან ნაციონალების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებას მშვიდადელიან. სააკაშვილი დარწმუნებულია, წინააღმდეგობის გაწევას ვერავინ გაბედავს. თავდაჯერებულია და მიზეზიც აქვს. ის ხომ Deep State-ის მთავარი საყრდენია საქართველოში. რამდენიმე მნიშვნელოვანი დავალება მას უკვე შესრულებული აქვს. 2003 წელს ვარდების რევოლუციას აწყობს. 2008 წელს მათი მითითებით რუსეთთან ომში ერთვება. მანამდე არჩევნებსაც წარმატებით აყალბებს. Deep State-ი დავალებების შესრულებით კმაყოფილი ჩანს. დასავლეთში Deep State-ის მარიონეტები ტაშს უკრავენ და დემოკრატიის შუქურას ეძახიან. რეფორმატორს იმიჯს უქმნიან. იმიტომ რომ მთავარია სააკაშვილი Deep State-ის ინტერესების სადარაჯოზე დგას და მის გავლენებს იცავს. სწორედ ამ დროს და ამ ფონზე შემოდის ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში. და ამ ძალის გამოყენებით კონტროლირებად და გაჩუმებულ საზოგადოებას ბრძოლის და ოცნების ახალ იმპულსს წენს. ბიძინა ივანიშვილი ასოცირდება თავისუფლებასთან. მის გამოჩენას ერთნაირი ინტერესით ელოდება მედიაც, ბიზნესიც, სასამართლოც და პოლიტიკაც, იმიტომ რომ კონტროლი არის ტოტალური. ასოცირდება დემოკრატიასთან, რადგან ამბობს, რომ მხოლოდ დემოკრატიული გზით, მხოლოდ არჩევნებით აპირებს მოგებას. ესე იგი არავითარი ქუჩა, მღელვარება, ხალხის საფრთხის ქვეშ დაყენება და სისხლიანი რევოლუცია არ იქნება. ის იქნება პირველი, ვინც პრინციპულად იტყვის. ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია დაჩქარდება. მიზეზი კი არა, საბაბიც არ არსებობს იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია, ქართული ოცნება რუსეთს დაუკავშირო. მაგრამ Deep State-ი მის წინააღმდეგ სწორედ პრორუსული სიარლიხს იყენებს. მაშინვე პრორუსად აცხადებენ. ზუსტად ისე, როგორც მოგვიანებით 2016
2016 წელს ტრამპს გამოაცხადებენ. ნუგზარ ციკლაური დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან იტყვის, საქართველოს მომავალი იყიდოს რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის ფულით. პეტრე ცისკარიშვილი, დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან აცხადებს. აბა საით იყურება ივანიშვილი და ვის მიერ არის მართვადი თუ არა კრემლიდან და რუსეთიდან? სააკაშვილი ირწმუნება, რომ ივანიშვილს წარსულში სურს დაბრუნება, ანუ საბჭოთა კავშირში. საქართველოში ერთ-ერთი სერიოზული ოპოზიცია ცდილობს წარსულში დაგვაბრუნოს. ასე დაიწყება საქართველოში რუსული ისტერია, მაგრამ ხალხი Deep State-ის მახეში არ ებმება. ის მიდის ქართული ოცნებისკენ და ბიძინა ივანიშვილს ამ ბრძოლაში მიჰყვება. ის უკვე გამარჯვებულია. ხალხი მას ხვდება არა როგორც რუსულ პროექტს, როგორც პროპაგანდა ამას უკიჟინებს, არამედ როგორც საქართველოს ინტერესების დამცველს. 2012 წელს ქართული ოცნება საპარლამენტო არჩევნებს მოიგებს. 2013 წელს უკვე საპრეზიდენტო არჩევნებსაც. ნაციონალური მოძრაობა ვერტიკალს მთლიანად ეხსნება და საქართველოში ყველა მიმართულებით იწყება რეფორმები. ახალი ხელისუფლება ფოკუსს ადამიანის უფლებებზე აკეთებს, მედიას კონტროლისგან ათავისუფლებს, სასამართლო სისტემას პოლიტიკური გავლენებისგან, პატიმრებს სწავლის შესაძლებლობაც მიეცემათ. ამოქმედდება საყოველთაო დაზღვევა, მაგრამ Deep State-ის აგენტურა ისევ ამტკიცებს, რომ ხელისუფლება უნდათ ისე წარმოაჩინონ, თითქოს სააკაშვილის მმართველობა რეჟიმი კი არ იყო, არამედ ევროპული სტანდარტის დემოკრატია. ქართულ ოცნებას ქვეყნის ევროპასთან დაახლოების ამბიციური გეგმები აქვს. ამიტომაც ქართული ოცნება 2014 წელს ხელს მოაწერს ასოცირების ხელშეკრულებას და ეს იქნება პირველი მძიმე სიგნალი Deep State-ისთვის. ქართულმა ოცნებამ დასავლეთში თუ წარმატებებს მიაღწია, მაშინ როგორ აამუშაონ პრორუსობის იარაღი. ამიტომაც ყველაზე ბევრ და დიდ ბარიკადებს ევროინტეგრაციის გზაზე ააგებენ. ქართულ ოცნებას შემდეგი ნაბიჯი გაცხადებული აქვს. ქვეყანამ მალე ვიზა ლიბერალიზაცია უნდა მიიღოს. მოლაპარაკებები 2013 წლიდანვე დაიწყება. პროცესი მუშაობის აქტიურ ფაზაშია. Deep State-ის აგენტურა მის ჩაგდებას ცდილობს. ამჯერად არა მხოლოდ რუსეთუმეობის პროპაგანდას აძლიერებენ, არამედ ბრიუსელში ჩადიან. საიდუმლო შეხვედრებს მართავენ და ევროპელებს ემუდარებიან ქართულ ოცნებას უვიზო რეჟიმი არ გაუხსნან. გიორგი კანდელა კი ერთ-ერთი მათგანია, მაგრამ ქართული ოცნება მიზანს მაინც მიაღწევს. 2017 წელს ვიზა ლიბერალიზაცია ფორმდება. ყველაზე დიდი, უპრეცედენტო შეტევა კი იწყება მაშინ, როცა საქართველოს სტატუსის მიღებაზე განაცხადს გააკეთებს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს ეს ისტორიული შესაძლებლობა ოცნების ძალისხმევის მიუხედავად არ მიიღოს. არ გვეკუთვნის ახლა კანდიდატობა. რომ ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს თქვენ პირობებში ვერ მივიღებთ. ახლა რომ კანდიდატის სტატუსი მოგცენ, ქოცები ბოლომდე გადაჯეჯილდებიან. ევროპას ვერგულებით არ მიცეთ ქართულ სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ვერც ჟურნალისტები და ვერც უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ვერ ათქმევინებს ერთ მარტივ ფრაზას: საქართველოს სტატუსი ეკუთვნის. ჯიუტად დუმს. მერე კი იტყვის, რომ არ ეკუთვნოდა. პირველი სტატუსის აღმოცემა, რომელიც იყო ნამდვილად და სწორედ, მე არ მიმაჩნია, რომ შეცდომა იყო. მოგვიანებით გაირკვევა, რომ ზოგიერთი მათგანი ბრიუსელში ჩადის, რომ სტატუსის ჩაგდება უზრუნველყოს. პარტნიორებმა გაგვიზიარეს შეშფოთება, რომ არიან ოპოზიციის მხარეს კონკრეტული პოლიტიკური ფიგურები, ვინც თვლის, რომ სტატუსთან დაკავშირებით გაზრდილი გადაიდოს. მეც მივიღე თხოვნა და შეშფოთების გაზიარება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ვინც ამბობენ, რომ სამწუხაროდ ოპოზიციიდან არ არის ერთიანი გზავნილი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. 2023 წლის ბოლოს ქვეყანა ქართული ოცნების ხელისუფლების ძალისხმევით კანდიდატის სტატუსსაც მიიღებს. რაც უფრო წარმატებული ხდება ქართული ოცნება, მით უფრო ხმამაღლა აყვირებს Deep State-ის საქართველოში აგენტურას. ბრიუსელში დებატებზე იმართება, რეზოლუციები იწერება. ამერიკის კონგრესში საქართველოს საკითხზე ეგრეთ წოდებულ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს იწვევენ. ყველგან საუბარია მხოლოდ ერთზე: ქართული ოცნება პრორუსულია, დემოკრატიული პროცესი შეჩერებული. წინსვლა შეფერხებული. ჩვენ ვერ დავტოვებთ ქართველ ხალხს პუტინის ამარა და მკაფიოდ უნდა დავუჭიროთ მხარი იმ ხალხს, ვინც ქუჩაში იბრძვის. 2024 წლისთვის უკვე ცდილობენ საქართველოს მოლაპარაკებების პროცესი არ გაუხსნან. ნარატივი იგივე რჩება, არ ვიმსახურებთ, იმიტომ რომ ქართული ოცნება პრორუსულია. თუ ქართული ოცნების ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ ევროპისკენ მიდის, თუმცა რეალურად რუსეთისკენ მიისწრაფვის, არ შეცვლის კურსს, ქვეყანა ევროპულ გზაზე დამარცხდება. ახლა საინტერესოა, რას უთვლიან ქართულ ოცნებას პრორუსულ პოლიტიკად.
ვნახოთ რა უნდათ, რომ ფაქტებად და არგუმენტებად გაასაყონ. 2022 წელს უკრაინაში ომი იწყება. Deep State-ი ჩვენგან მეორე ფრონტის გახსნას ითხოვს. აგენტურა მოწადინებულია ხელისუფლება ამ ომში რაიმე ფორმით შეიტყუოს. მოხალისეები გააგზავნოს. უკრაინას სამხედრო შეიარაღება გადასცეს. რუსეთთან კონფრონტაციული პოლიტიკა აწარმოოს. სანქციები დაუწესოს. დიდი ომი პატარა ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება. ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ ქვეყანა ეგზისტენციური პრობლემის წინაშე დადგება. ომი არც ხალხს სურს. ამიტომაც ქართული ოცნება მშვიდობის მხარეზე დგება. ქვეყნის გადასარჩენად ცდილობს არც ერთ პროვოკაციას არ წამოეგოს. მშვიდობასაც აფორმებენ როგორც რუსულ ინტერესს და კრემლის დაკვეთას. მერე კანონსაც დაბრენდავენ რუსულად. ეს კანონი არის მთლიანად რუსული. არადა ის გარედან შემოსული ფინანსების გამჭვირვალობას ითხოვს, მაგრამ Deep State-ს გამჭვირვალობა არ აწყობს. ქართულ პოლიტიკაში ის ფარულად ერევა. პროცესებს შავი ფულით აფინანსებს და საკუთარი ინტერესების ლობირებას ცდილობს. თუ კანონს მიიღებენ, მისი გავლენებიც შემცირდება. ამიტომაც ბუნებრივია ყველაზე დიდ ხმაურს სწორედ ეს კანონი იწვევს. არც ერთი სხვა კანონი ამდენ ხმაურს და ვნებათაღელვას არ გამოიწვევს. ოპოზიცია, პროპაგანდისტული მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, რადიკალი აქტივისტები ქუჩაში გამოდიან და კანონს რუსულად ბრენდავენ. პროცესში ჩართულია ამერიკის ელჩი დეგნანი. ამ კანონის შესახებ სპეკულაციები არ არსებობს, ეს არის რუსული. რუსულად გამოცხადდება ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონიც, LGBT პროპაგანდის აკრძალვაც. კანონი რუსულია, ხელისუფლება რუსულია, მმართველობა რუსულია. ერთხელ ნათელი გახდა თუ ისი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა და იმყოფებოდა. ეს არის კრემლი და ეს არის პუტინი. ჩვენმა მტერმა მოახდინა თელი მობილიზაცია. შემოაგდო თავისი ბოლო ფალავანი. თქვა რომ რაც ომი თქვენ მოიპოვა, მან გადაწყვიტა მიეღწია არჩევნებზე. მთავრობა ახორციელებს არის ერთ-ერთი იგივე რასაც რუსეთი მოსთხოვდა თავის მარიონეტულ მთავრობას. ჩამოუყვანეს FSB-ში ტიკებით და მთავრობაში დაგვიშვეს. მისი ქმედებები პირდაპირ რუსეთის წისქვილზე ასხავდა წყალს. დღეს საქართველოს ყავს ღიად პრორუსული მთავრობა. მისი რუსი მფარველების მეთოდები არ იცვლება. უკვე ოკუპანტ ქვეყანას მისცემული აქვს უფლება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განახორციელოს კონტროლი. ეს პრორუსული არის თავარი პრორუსული. საქართველოს გადაედგა ნაბიჯი წინ დასავლეთისკენ, გადადგა უკან რუსეთისკენ. შეასრულა თუ არა ჩემი აზრით ივანიშვილმა დაკვეთა რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება შესაძლებლობას აძლევს რუსეთს, რომ გეგმაზონიერად განახორციელოს ყველა საკუთარი ჩანაფიქრი. ცდილობს რომ საქართველოში აშენოს რუსეთი. ჩვეულებრივი პრორუსი რუსეთი სულ არის პარტნიორი ივანიშვილის. ქვეყანა მიხავს და აბარებს რუსეთს. ქართული ოცნების მხრიდან რუსული ტიპის დიქტატურის და რუსეთზე ორიენტაციის აღების შესახებ. ქართული ოცნება, რომელიც ქვეყანას აბრუნებს უფსკულში და ეს უფსკული არის რუსეთი. კრემლი დგას ამის უკან. საქართველო იქცევა რუსეთის სატელიტივით. საქართველოს ახლა ყავს მთავრობა, რომელიც რუსეთის რეჟიმს იმეორებს. ქართული ოცნება, რომელიც არის რუსეთის მხარეს, ხელისუფლებაში ყავს ოლიგარქი რუსი ადამიანი. უკრაინასა და მოლდოვაშიც იგივე სიტუაცია რაც საქართველოში. იმ განსხვავებით, რომ იმათ პრორუსული ხელისუფლება არ ხალთ. აერჩიეს პრორუსული სტილის პოლიტიკა, პრორუსული მთავრობა, რუსული მიმართულებით მოძრაობა. რუსული რეჟიმი რუსეთისგან, რუსეთთან. ქართული ოცნება არის რუსული ოცნება. რუსული ოცნება. რუსული პოლიტიკა იმოქმედონ რუსული სახელმძღვანელოს მიხედვით. ოცნება არის პრორუსი. რუსეთის მარიონეტები არიან. რუსულმა რეჟიმამ პრორუსულ პოლიტიკას. პრორუსულმა მთავრობამ. რუსეთის მიერ რუსული რეჟიმის კოპირება. რუსული ოცნება პროცესში ყველა ერთვება, რაც შეიძლება ბევრნი უნდა ჩანდნენ, რაც შეიძლება ბევრმა უნდა იხმაუროს, ბევრმა და დიდხანს. პრორუსობა აქაც Deep State-ის ერთადერთი იარაღი ხდება. ისტერია იქამდეც მივა რომ იტყვიან. ქართული ოცნება აქტივისტებს რუსულად იჭერს და რუსულად აჭმევსო. იმიტომ რომ ის რუსულად ფიქრობს და რუსულად აზროვნებს. ეს მოგვექცნენ რუსულად, დაგვიჭირეს რუსულად და ასევე გვაჭამეს რუსულად. იმიტომ რომ ის რუსულად ფიქრობს და რუსულად აზროვნებს. ყველა მისი ამოსუნთქვა არის რუსული. ყველა მისი ნაბიჯი არის რუსული. ყველა მისი მოქმედება, ყველა მისი მართლობის ფორმა და შემდეგ არის რუსული. ყველაფერი არის მისი რუსული. და ეს არ არის შემთხვევითი. ამ ცრუ და ყალბ ნარატივში Deep State-ი ფულს ტყუილად არტებს. ფეიქ რუსეთუმეობის კამპანიას შემთხვევით არ გეგმავენ. ერთის მხრივ Deep State-ი დიდ რესურსს ხარჯავს ქართული ოცნებისთვის პრორუსული სიარლიყის მიკვრაში. ყოველ დღე დაუღალავად ჩართული აქვს პროპაგანდა და საკუთარ აგენტურას აყვირებს, რომ მერე ხალხს არ გაუკვირდეს არც პოლიციისთვის ნასროლი მოლოტოვის კოქტეილი, არც რუსთაველზე
აღმართული ცეცხლმოკიდებული ბარიკადები. გამოდის, რომ პროპაგანდა უმზადებს ნიადაგს რადიკალიზმს. იმიტომ, რომ თუ პოლიციელი რუსეთუმეა და კრემლის პოლიტიკას ემსახურება, მაშინ მას მოლოტოვის კოქტეილით შეიძლება ესროლო. ბარიკადებიც ვალდებული ხარ აუგო და წინააღმდეგობაც გაუწიო. ბოიკოტიც უნდა გამოუცხადო და დაუმორჩილებლობაც. ძალიან ბევრი სისხლი დაღვრილა ამ ქვეყანაში და ძალიან ბევრ სისხლს გავწირავთ კიდეც უსაჭირო გახდა. პროპაგანდა რაკურს სიცვლის და აქცენტს ძალადობაზე აკეთებს. რადიკალური ოპოზიცია იტყვის, რომ უნდა გამოაცხადონ დაუმორჩილებლობა, უნდა ჩამოაგდონ ხელისუფლება, უნდა მოახდინონ რევოლუცია. ამიტომ უმნიშვნელოვანესია ამის, რა ქვია, ბიძინა ივანიშვილის დამხობა. Deep State-ის მარიონეტები ბრიუსელში იწყებენ სანქციებზე საუბარს. ქართულ საზოგადოებას აშანტაჟებს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებით. ასე სურთ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ქუჩის ძალადობრივი გზით შეცვლის ალიბი შექმნან. ეს ბრძოლა შეუჩერებლად საქართველოში უკვე 13 წელია მიმდინარეობს. თუმცა Deep State-ის ყალბმა ნარატივმა საქართველოში არ იმუშავა. ქართველმა ხალხმა ზუსტად იცის, სად არის სიმართლე და ვინ დგას ქვეყნის უკეთესი მომავლის სადარაჯოზე.